გამარჯობა მეგობრებო, Ground and Pound Georgia დაბრუნდა UFC Kansas City-ს Fight Night-ისთვის. ძალიან კარგი Fight Night-ი არის, მაგარი ჭხუბით, რომელიც უნდა გვენახა წინა ქარდზე, თუმცა წინა ქარდზე არ უნდა გვენახა, ერთ-ერთი უნდა გვენახა წინა ქარდზე და დაგვიბრუნდა მოკლედ Kansas City-ს main event-ით კარლოს პრატეში. ახალი შემართებით ვართ 314-ის ვიდეო დავდეთ უკვე, მაგრამ გვესმის რომ დენიელ ტომასი არც ერთი არ post-fight ანალიზი რო ძალიან საინტერესო იყოს და ვეცდებით რომ ეხლა შემოგიტიოთ კარგი პოზიციებით, რათან რამდენიმე კარგი და საინტერესო ჭხუბი არის main event-ზე ძირითადად და ბრუნდება ქართველი ნინძა. ქართველები ბრუნდებით UFC-ში, გიგა ჭიკაძე ბრუნდება ძალიან საინტერესო ბრძოლით, რომელ ბრძოლამდეც მივალთ, იქამდე თავიდან დავიწყოთ ჯობია. და მოკლედ გიგამდეც მივალთ, გარიმდეც მივალთ, ენტონი სმიტამდეც ყველა ბრძოლთან მოკლედ მივაკითხავთ ყველას. ოკეი, დავიწყოთ ხო ნელ-ნელა. პირველი ჭხუბით დავიწყოთ. რამე ხო არ გვაქვს სათქმელი ისეთი, რაც სათქმელი ისეთი ჯერჯერობით არაფერი მე პროცესში წამოვარ. მოკლედ მიშელ პერეირა, გამანადგურებელი ადამიანი, მოკლედ ბრუნდება ასევე კანზასში. აბუს ბრაზილიელი, რაღაცნაირი გერმანელის წინ. ნატურალიზებული გერმანელი. როგორც ჩიმაევი იყო შვედია, ეგეთი ვარიანტია. მიშელ პერეირა არის ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ბრძოლის სანახაობის მხრივ რა. მაგრამ რატო ისედაც სიმართლე რო გითხრა ძალიან ბევრი მოგებებია. არა, რეკორდი ძალიან კარგია. ბოლო ბრძოლაში დათმა ერთ-ერთი ენტონი ჰერნანდესთან ტექნიკური ნოკაუტით წააგო, თორე ისე ძალიან დიდ მოგებაც სერიაზე. აქედან აბუს მაგომედოვი მოდის, რომელსაც მართლა ძალიან კარგი ეს რეზიუმე აქვს რა ძალიან კარგი. კაიო ბორალიოსთან დათმო თუ არ ვცდები ბოლო. კაიოსთან დათმობა დესიჯენით მოიგო კაიომ სხვათა შორის. აბუს მაგომედოვი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხო რა. კარგი უნარების მქონე ბრძოლა, რომელსაც ნომერი არა აქვს ჯერჯერობით და ამიტომ მგონია რომ ძალიან საინტერესო ჭხუბი იქნება, ჯერ მგონია კი არა, ნამდვილად ძალიან საინტერესო ჭხუბი იქნება. თან აბუს მაგომედოვს მიანიჭეს ანდერდოგის სტატუსი. ხო, მე რის თქმას აპირებ. რის თქმას ვაპირებ, მიშელ პერეირა მართლა ძალიან კარგი მებრძოლია და მართლა მომწონს რა. ხო. მაგის ბრძოლების ყურება, თუმცა მგონია რომ აბუს მაგომედოვი უბრალოდ იმიტომ არ არის დღეს უფრო მაღალ პოზიციაზე, რომ არც ერთი მაგის ოპონენტი არ ყოფილა საშუალო კლასისაც კი რა. ხო, ნახე მე აბუსზე ერთი მაგ სათქმელი ის რომ ჯერჯერობით მაგომედოვს ვერ ვხედავ ჩემპიონის კამრით. მაგას ვიძახი რა, ეხლა ყველა მებრძოლი წინა პოდკასტებში გვაქვს ნათქვამი, რომ ყველა მიდის აი ეს მიზანი აქვს მოკლედ ყველას და ხო არიან მებრძოლი მაგალითად ჟან სილვას მაგალითად ჯერჯერობით ისე მიდის, ისეთი ტალღა აქვს, ხედავ რომ შეიძლება ერთ დღეს გახდეს ჩემპიონი, ან თუნდაც ლოპესი ნებისმიერი სხვა, მაგრამ აი აბუს მაგომედოვს დიდად ვერ ვხედავ. მე უფრო პერეირაზე ერთი პერიოდი მეგონა რომ პერეირა ხდებოდა ჩემპიონი, ხო, აი ძალიან მაგარ მოგებათა სერიებზე რო იყო. თუმცა მოკლედ რაღაცნაირი იმიჯი შეიქმნა რა პერეირამ ჩემი აზრით, იმიტომ რომ რას ეგაკეთებდა ოქტაგონზე, ეგეთი რაღაც უბრალო ტიპმა რო გააკეთოს მოკლავენ რა. აი უეჭველი მოკლავენ და მიშელ პერეირა მაგას იმიტომ არ აკეთებს რომ პროსტა სანახაობრივი იყოს რა, იმიტომ აკეთებს რომ რაღაც უპირატესობას მომენტებში აძლევს. აი ბექფლიპით რო Ground and Pound-ში ახტებათ ის რომელიც დაცემული რო ყოდარულად დატრიალდება ძალიან მაგარია. ძალიან საინტერესო ჭუბი იქნება ჩემი აზრით. თან იქიდან აბუს მაგომედოვიც როგორც სტრაიკინგი აქვს კარგი, ეხა წარმომავლობის მიხედვით ყველა მიხვდებით რომ გერმანელი არ არის მართლა და კონტროლიც კარგი აქვს საკმაოდ რა. კი, კარგი აქვს, თუმცა რატომღაც მაინც მგონია რომ პერეირა მოიგებს. ხო, აი, დასაწყისი მესმის. ხო, შენ აბუს ფიქრობ. კი, აბუს მე ხო იცი ანდერდოგის მიმართ სიმპათიით. ერთზე რა ვიხ, შენ დამეთანხმები თუ არა არ ვიცი, მაგრამ მგონია რომ ფინიში იქნება ამ ბრძოლაში ყველა ვარი. ხო და მე როგორ ფიქრობ, იცი, ფინიშზე მეტად მგონია რომ არც ერთი არ გარისკავს რა. იმიტომ რომ თუნდაც კაიოზე რო იყო კაიოს და აბუს მაგომედოვის ჭხუბი რო იყო, მანდაც ფინიშზე ფიქრობდა უმეტესობა და მეც რა, მაგრამ ისეთი ჭხუბი წავიდა, ხო ხდები გარისკვა რომ არც ერთს არ უნდა რაღაც მომენტში და ფიქრობენ რომ ხო რა. ხო და მგონია რომ აბუს მაგომედოვმა TKO-ით თუ არ მოუგო საწყის რაუნდებში. ხო. მიშელ პერეირა მე ალბათ იზრუნებს მაგაზე რომ სამ რაუნდამდე არ მივიდეს, იმიტომ რომ არ მგონია მიშელ პერეირამ გადაწყვეტილებით მოუგოს რა. ხო, მაგას ვიძახი მეც, რომ მიშელ პერეირა არ წარმოვიდგენია მე ისეთ მებრძოლად, რომ გამოვიდეს და
მოდი ფეხში დავარტყავ 10 და 20 და მე ტანში რაღაცა და ქულებით მოვუგო რა ოდენობრივად რა. მე მგონი რომ გამოვარო დალეწოს. მიჩვენია 3 სალტო გადავა, მე 2 უკანა სალტო. კიდე იცი რა არის რატომაც მგონია პერეირას მოგება, არც სად მიშენებს არ უჩივის, ეგ მებრძოლი ქვევითაც ძალიან სახიფათოა, ბრაზილიელია, ჯიუ-ჯიტსუ რამე. კი, მაგაში გეთანხმები ყველანაირად რა, ანუ მესმის მართლა ეხა მიშელ პერეირას მოგება რატო შეიძლება გეკონოს მართლა მესმის. აქედან ჩემი მხრიდან ანუ აბუს მაგომედოვი კარგი სტრაიკერია, მართლა კარგი სტრაიკერია. და ანუ ჯანი აქვს რა. დაბლა კონტროლი მგონია რომ დასამითებით ვერ დასამითებს მიშელ პერეირა. არა, მგონია რომ ძალიან აი მიშელზე იძახი. ძალიან მომეწონება და მართლა გამიხარდება ეხა მიშელ პერეირა თუ მოუგებს სანახაობრივად. მაგრამ რატომ გასგონია რომ აბუს მაგომედოვი сейф ჩხუბს წარმოიღებს. ხო, შეიძლება. და ნომერსაც აი ესე რომ ადგედა აი თქვა 100%-ით რომ აი ეს იგებს ეს ისეთ ჩხუბია რომ ვერ იტყვი რა მაგას რა. ერთ-ერთ ჩხუბზე ვერ. ლოპესი ვოლკანოვსკის. ეხლა ლოპეს ვოლკანოვსკი კი, მაგრამ ეხლა მოდი მითხარი ძმობას გაფიქრებ თუ გეგონა რომ ჩენდლერი მოუგებდა პედის. არა, ხო მითხარი თავიდან რაღაც წვეტიანი აზრი გადმოაღდე და მე მეთქი იმენა ბალამუტობ. შენ ძმობაზე აი გიფიქრე წორია ჩენდლერი ჯერ. ხო, აი ჩენდლერი კი წააგო და კი გაუშვეს. ბელატორში. გადავიდეთ გეხვეწე. ანუ აქ დავაფიქსიროთ, მოიცა შევაჯამოთ რომ მე ანუ ვფიქრობ აბუს მაგომედოვის გამარჯვებას. და შენ მიშელ პერეირას. ხო, თან მე ისე დავთქვი რომ ფინიშს ველი მაგ ჩხუბიდან შესაბამისად ველი რომ პერეირა ფინიშით მოიგებს. ოღონდ რომელი კონკრეტული ჯერ არ ვიცი. რაუნდი ხო, ცოტა ადრე მოგვიწია ჩაწერა გადაცემის, თორე ეგეც გეწოდინებო. ხო, ჩვენთვის main event-ი, რავი, ჩემთვის ესე არის რომ გიგას ჩხუბი არის, შენთვისაც ესე იქნება რა თქმა უნდა, ეხა პრატეში უფრო კომეინი და რაღაც ასე შემდეგ. ჭიკაძე მოკლედ ჩხუბობს ძალიან სერიოზული მეტოქე ყავს. ძალიან აი ესეთი აღნაგობა ძალიან დიდი და დაკუნთული მოკლედ ისეთი მაგარი კაცი არის რა დევიდ ონამა 13-2-ზე არის სხვათა შორის ეს მებრძოლი და 15-4-ზე გინგა ხო და აქვს გამანადგურებელი ხელში ძალა აქვს ძალიან მაგარი რა და არც сейф ჩხუბები როგორც არც сейф ჩხუბებს არ უჩივის ონამა სხვათა შორის ბევრი გადაწყვეტილებით მოგება აქვს კარიერაში იმიტომ რომ სკილები აქვს ანუ აი ყველაფერი გამოსწრაფი შეუძლია არევა შეუძლია ძალიან მაგარი ახალი თაობის წარმომადგენელად შეიძლება ჩავთვალოთ მაინც ონამა და ერთადერთი უგანდელი მებრძოლი არის UFC-ში სხვათა შორის. კი, და ერთ ჩემს აზრს გეტყვი, აზრს რა უბრალოდ ვიძახი, რომ მე გიგას სტრაიკინგის იმედი მაქვს, როგორ იცი, აი, რავი რა. მოდი ცოტა ჩავშალოთ ეგ თემა თუ გინდა რა. იმიტომ რომ ზოგადად გიგა ჭიკაძე, რავი, მე მახსოვს, მაშინ მართლა პატარა ვიყავი რა. გიგა რო ცნობილი იყო კიკბოქსინგით. ხო. რავი, რამდენი რეკორდი, იმენა მართლა ერთ-ერთი მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული კიკბოქსიორი იყო რა. სანამ UFC-ში მოხდებოდა, მახსოვს რომ ძალიან დიდი იმედებს ამყარებდნენ, აი იმედებს ამყარებდნენ, აღარ ვქიო, გაამართლა იმედები კიკბოქსინგში და გიგას სტრაიკინგი მართლა ელიტარული დონის არის. ლივერში გიგა კიკი რასაც ქვია. ფუტვორკი რა, ეგეთი მითხარი, ეგეთი მაგარი ფუტვორკი, აი ხუთი მებრძოლი ჩამომითვალე UFC-დან ეგეთ მაგარი გიგაზე მაგარი ფუტვორკი რო კონდეს. რა ჩემთვის ეგრეა რა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მაგარია. გიგაზე კიდე ანუ რაც ყველაზე გუდი და ყველაზე ძალიან არის გულდასაწყვეტი. მგონია რომ გიგას კარიერა იქნებოდა დღეს სულ სხვა ლეველზე რო არა კელვინ კატართან ფეხის აცდენა. ოღონდ ფეხის აცდენაში იმას არ გულისხმობ რომ კარიერულად ფეხი აუცდა რა. იმას გულისხმობ რომ პირდაპირ მნიშვნელობით ფეხი აუცდა და მან ხო რა გადაწყდა ჩემი აზრით მებრძოლის ბედი და ცუდად თან. კი, ბრძოლის უნარიანობაც გამოჩნდა გიგასი, მაგრამ რავი შეიძლება ისიც ხო, მაგს უყურებდი რა, კომენტატორად იყო მიწევი. ვონდო მაგსთან აი მართლა სული რო გაქრა, რომ ვერ იჭდა, გაგიჟებული იყო, ეხლა მაგსთანო შემაგდო, მაქსი კატარის ჩხუბი რო იყო, ეხლა ეგ ჩხუბის იქნება თუ მეტეს ნანახი და თუ არ გაქვთ ეგ ჩხუბი ნანახი. აუცილებლად ნახოთ best boxer in UFC იმ დროისთვის ნახავთ მაგ პიროვნებას. გონია დღესაც რა, მე იყო ალექს კასერისთან გამარჯვება, ბრიუს ლეროისთან. მე ისო მარცხი ქონდა ეხა ბოლო ჩხუბში. ალენთან, აი ეხლა ალენამდე შენ თვითონ მიხვედი. ალენის ჩხუბს სანამ ჩავწერეთ, მოკლედ გუშინ ერთხელ კიდე გადავავლე თვალი და
ალენის ჩხუბში პირველი რაუნდი იქ გვიცით რომ მე უკვე იმ flying რო ახტა მოკლედ იქ რაღაც მოკლედ ფეხი დაიზიანებთ რაღაც გიგამ და ეს footwork-ი ფაქტიურად მეორე მესამე რაუნდებიდან უკვე აღარ ქონდა და პირველი რაუნდი სხვათა შორის ალენს მოუგო ისე რომ კითხვის ნიშნები არ იყო რა მაგ ბრძოლაში და მაგიდან გამომდინარე ვიძახი რომ ეს სტრაიკინგი რაც აქვს გიგას რა ის იმდენად ელიტარული არის რომ ონამა კი მაგარი მებრძოლია რაღაც ის მაგრამ მგონია რომ გიგა სტრაიკინგი არის უკეთესი დავით ონამა არის გამორჩეული დაცვით რა კი მე რატომღაც უფრო იმას ვიტყვი რომ დარწმუნებული ვარ რომ გიგა სადღაც ღვიძლს იპოვის კი და მაგრად ატკენს და მაგრად შეეშინს დისტანცია ხო რა ონამაც არ არის დაბალი საკმაოდ მაღალი არის მაგწონისთვის თუმცა გიგაც ვიცით რომ მაღალი არის და მოკლედ რო თქვა გიგას ფეხების იმედი მაქვს და ძალიან მგონია რომ თავისი გამოცდილების ხარჯზე ამ footwork-ის ხარჯზე leg kick-ების ხარჯზე იქნება თუ გიგა kick-ების ხარჯზე underdog-ი არის გიგა underdog-ი და კანზას სიტიში მიდის ახლა hometown-ად ითვლება იმისთვის ონამასთვის რა მგონია რომ დაატუნებს იქაურობას და გიგა ჯერჯერობით მაინც მგონია რომ ბევრი კარგი ჩხუბი გვაქვს გიგას მონაწილეობით სანახავი რა კი და გიგას გამარჯვების შემთხვევაში რას ფიქრობ მომავალი ვინ იქნება მე ერთი ვარიანტი მაქვს იაირი არა სიუას სახით მაქვს ერთი ვარიანტი კი შეიძლება იქაც სამწუხაროდ მგონია რომ გიგას ჰაიპი იმდენად მაღალი არ არის ხო როგორც სიუას ჰაიპში ხდეს თუმცა მგონია რომ ონამას შემდეგ უეჭველი უფრო მაღალ ადგილზე მყოფ ეხლა იცი არის ონამას აქვს შანსი რომ წინ წაიწიოს ეგ ბრძოლა არის რა გიგა თუ მოიგებს გიგა ამით დაამტკიცებს იმას რომ გიგა ისევ ფორმაში არის ისევ მაგრად არის ისევ ტოპის მებრძოლი არის და უკვე ჩვენ ახლა მაგალითად კატართან ბრძოლა სანამ იქნებოდა გიგა ისეთ სვლაზე იყო რომ ძალიან მალე ნუ ჰოლოვეისაც უკავშირებდნენ ერთი პერიოდი რომ მაგალითად ჰოლოვეისაც შეხვდებოდა და ასე შემდეგ და ისეთ სვლაზე იყო რომ ანუ ქართველები სანამ ახლა ილია გამოჩნდებოდა მე რავი პირველი გიგა იყო ხო გიგაზე ძალიან დიდი იმედებს ვამყარებდით და ამყარებდა თლიანად MMA საზოგადოება და მაგიდან გამომდინარე ეხლაც ონამას თუ მოუგო ეს უკვე დაბრუნება შეიძლება რომ ჩავთვალოთ რა TKO-თი მოუგო კაფსვანსონს და ედსონ ბარბოსას ედსონ ბარბოსასთან TKO-თი მოუგო თან ისე მოუგო მაგრადცემა რა მართლა მაგრადცემა ბარბოსა და ბარბოსა არ არის ესეთი რა მოკლედ ბარბაცები და ბარბაცებს ბარბოსა მოკლედ ქართველი მინიძამე მაინც გონია რომ საქმეში არის პატივისცემა ონამას მართლა კარგი პროსპექტი არის და პირსთან ბრძოლაშიც გამოჩნდა რომ well grounded არის რა ყველგან შეუძლია რომ თავისი ასე ვთქვათ უპირატესობები გვანახოს მაგრამ გიგას kick-ებს რომ მიჩვეული იყოს რა სხვათაშორის ონამამ ილაპარაკა რომ ფიქრობდიო რომ შემახვედრებდნენ გიგასთან სტილისტიკურად ესეთი მებრძოლი არისო მე ონამასთვის რავი ანუ გიგა ზოგადად ყველას უხერხულია თუმცა ონამასთვის რაღაც მგონია რომ განსაკუთრებულად უხერხული აღმოჩნდება გიგა ამ ფეხების გამო, ამ ზოგადების გამო და ასე შემდეგ. ონამ არ არის ტიპი რომ ჩხუბის დაწყებისთანავე დაბლა დაიწყოს. არა. მაგრამ მგონია რომ ონამა თავის ჭიდაობის გამოყენებას ეცდება რა, მაგრამ იმ მომენტში ეცდება რომ უკვე დაშლილი იქნება. იცი რა არის? ონამას მოუწევს რომ გამოიყენოს, მე ეგრე მგონია. ჭიდაობა და არ იქნება მისი გეგმა მაგალითად პირველი გაცვლებშიც ხშირად შედის ხოლმე ონამა რა კი ეს ჩვენთვის პლუსი არის გაცვლებში შესვლა ხო მაგრამ მე არ მგონია რომ გიგა გაცვლებში უნდა შევიდეს არა მე მგონია რომ როგორც ალენსა ჩხუბა დისტანციას დაამუშავა პირველ რაუნდში ეგრე უნდა ამუშავოს თავისი აი ესეთი მომენტებით რაუნდის ბოლოს რა უხტა ფეხი გააკეთა მგონია რომ მაგრად დააზიანს და მთავარი ის არის რომ ეხლა მაინც ხო რაღაცნაირად ჩვენთვის დასამტკიცებელი არა უფრო გვინდა რომ ეგრე იყოს რომ ტრამვები არ შეაწყვეტოს მაგრად დაბრუნდეს რა იმიტომ რომ ალენთან მართლა ალენთანაც ტრამვა გადაუყო რაღაც უიღბლობის სერია მიეწყო რა გიგასთვის კი დრო დაბრუნდეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად იღბალს თვითონ MMA-ში რა იმ ბრძოლის დროს შეიძლება რაღაც მინიმალური ან გაგეჭიმოს ან უცბად იტკინო რა ვიცი ხა ის რო იყო რა ქვია ის ბრძოლა იყო ჰევიში გამახსენებოდ რა რობერი იყო მოკლედ რა იმე რობერი იყო
კუნიევის ჩუზი. არა, ჰევიში იყო, მოკლედ კაი გავიხსენებ მე და გეტყვი. ვიზე იცახი გავგიშდები ახლა. დაწმუნდით პედის გავს, რუსი არის. ვოლკოვის ბრძოლაში სირილგანმა ფეხის თითი მოიტეხა და წარმოიდგინა იმდენი რაღაცა ხდება ბრძოლაში, რომ ნებისმიერმა მნიშვნელოვანმა უნიშნულომ შეიძლება იქონიოს გავლენა მოკლედ ბრძოლაზე. ბანტამვეითის კამრისთვის ბრძოლაში ხელი მოიტეხა. რა ვიცი. უმანურმა გომედომა და მაგის გამო ეგ არ გამახსენდა. კიდე კაი გაიხსენე. დაფასება რა. მოკლედ გიგას დაბრუნებას ველით, მაგრად დაბრუნებას ველით, წარმატებებს უსურვებთ. მე მგონია რომ მოკლედ დაშლის ონამას. ამაზე შევთანხმდით მოკლედ. ოღონდ მე მართლა მჭირა რა. მე და შენ მაგაზე რო შევთანხმებული ყავით გიგას. მაინც კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. ხო, მაგრამ მე მართლა გული სუბიექტური არ ვარ რა. მგონია რომ ობიექტურად უყურებ ამ საკითხს და მაგიტო ვიძახი რომ გიგა მოიგებს, მაგრამ სუბიექტურად ეხლა რა თქმა უნდა. ქართველის გამარჯვება სასიხარულო არის ჩვენთვის. თან ძალიან. გადავიდეთ მომდევნო კომეინ ბრძოლა არის უკვე light heavyweight-ში ავედით. არის ენტონი სმიტი, ვეტერანი მებრძოლი უკვე ძალიან დიდი გამოცდილებით, ბევრი ბრძოლით ხდება პროსპექტს. ესე შეგვიძლია უწოდოთ. თან როგორ პროსპექტს? ისეთ გამანადგურებელს 18 გამარჯვება აქვს. ყველაფერი რა. 18 ვახ პირველ რაუნდში. ხო, პირველ რაუნდში აქ UFC-ში მოვიდა, მე მგონი ორი ბრძოლა ჩაატარა. UFC-ში. არა, მეტი აქ ჩატარა. ან 3 ან 2 სადღაც ეგრე არის რა, ცოტა ბრძოლა აქვს UFC-ში. რიბეიროსაც მოუგო თუ? რიბეიროს მოუგო ბოლო მოუგო. არა, თუ დებიუტი მოუგო, მოკლედ რიბეიროს მოუგო. არ არის თან რიბეირო წარმოსაკრავი მებრძოლი, ხელწამოსაკრავი მებრძოლი. ხო, ნურგოჟაის მოკლედ რა ვიცი, ისე ლამაზად მოუგო. თან ძალიან დიდი ანდერდოგი იყო მან რიბეირო. კი. და ძალიან ისეთი გამანადგურებელი მებრძოლია მოკლედ და ვეტერანს ხვდება ენტონი სმიტს და პირდაპირ ვიძახი რომ პირველი რაუნდის ფინიში იქნება აქაც. ჩემი აზრით ენტონი სმიტს ამ გადაცემის მერე თუ ახსენებს სადმე მოიხსენიებთ როგორც UFC-ს ყოფილ მებრძოლად. ხო. ოღონდ ხო, ანუ იმიტომ არ ვაკნინებდა არაფერი რა. ენტონი სმიტი თავის დროზე შეხვდა დიდი შანსია, ხო, დიდი შანსია იმისი, რომ ენტონი სმიტის ბოლო ბრძოლას უყურებდეთ. შეიძლება. აქედან მინგიანგი მართლა გამორჩეული პროსპექტი არის, იმიტომ რომ 18 გამარჯვება როცა 18 პირველ რაუნდში. ესე იგი შანსი არა სანახაური ბრძოლა არ გქონდეს რა. სანახაური ბრძოლა ყველა ვარიანტში ექნება. ნუ კარგი ჩხუბია, ეხლა რო თქვა, ისეთი ჩხუბია, რომ კომეინ ივენთობას იმსახურებს არა კანზას სიტის კომეინობას იმსახურებს. სახელი ყვირის მაინც ენტონი სმიტის ხო ხდება. თან მაინც გონია რომ არესპექტებენ ენტონი სმიტს რა. ხო, ენტონი სმიტი დასარესპექტებელი ადამიანი არის, მაგრამ როგორი რესპექტი არის, როცა ხვდები ადამიანს, რომელსაც ყველა პირველი რაუნდის ფინიში აქვს. წარმოიდგინე ხა პორიეს რო შეხვდეს, იგივე თოფურია. როგორ გააცილებენ შენი აზრით? ხო, რა ქნას, იქნება ისე ტიტანი უნდა წასვლა. რესპექტად შეგვიძლია ჩავთვალოთ ის, რომ კომეინია. ხო, მაგას ვიძახი, ეგ რესპექტი. ამა ეგ მინიამს რა ხედავენ, ეგ რესპექტი რატო უნდა იყოს? ხო რა. აი რა, ნუ ენტონი სმიტი ჩამოსაწერი ადამიანი არის. თუმცა აი ჟენგი მართლა რა ვიცი რა. ძალიან ისეთი არის, მოკლედ მგონი არ პირველ რაუნდში ძალიან ბრუტალურია რა. თან გვინახავს ახლა დამარცხებული ენტონი სმიტი ძალიან ბევრი ყავს ნახი, ძალიან ბევრი აგეთ. სათნახი, აი ენტონი სმიტის. არა, ნუ ეგრე არის. ზოგადად მე ისე მაგაზრზე ვარ შეჭერებული, რომ გარდამავალი პერიოდია უკვე UFC-ში და ეს ძველი თაობის მებრძოლები ნელ-ნელა გადიან პენსიაზე. კი, უნდა გავიდნენ კიდევაც. დიდი ხანი დარჩა. სანამ არ გაიყვანენ. ხო, ძალიან თან უნდა გაგიყვანოს მე პენსიაზე, როგორც მე კორეელი ზომი იყო. ტონიც რა ვიცი. აუ, მან GFL-ზე რეები მოხდა, ნახე. GFL-ის ივენთი სხვათა შორის აღარ არის, GFL აღარ არის ფიზიკურად. საიყვანეს მებრძოლები შემოკრივეს და აღარ. კაი, მაგაზე ეხლა გაგვიახლდება. ვისაუბროთ მე. და ბოლოს არის მოკლედ აი ამ ბრძოლაზეც ძალიან მინდოდა რომ ბევრი გვესაუბრა ცოტა წინა პოდკასტშიც ჩავრთეთ რა ამას პრატეშზე საუბარი. კარლოს პრატეში თავისი სულთა ფილტვებით შეხვდება იან მაჩადო გარის. სულთა ფილტვები და ჯანმრთელი ღვიძლით.
მაგარი. აუ, ძალიან მაგარი ბრძოლა არის რა. მგონია რომ საჩუქარი არის და კანზას სიტიში რო არ ყოფილიყო ეს ბრძოლა, ნებისმიერ pay-per-view events დახატავდა რა. კი, მაგარი იმენა, აი უბრალოდ ცოტა ეს ჟარგონს ვიტყვი, მაგარი გატეხილში ვარ, იმიტომ რომ მაგარი მომწონს ორივე მებრძოლი და აი ძალიან მომწონს პრატეშიც, აი fighting nerds-იდან შენთვის ბევრჯერ მაგას თქვამი, პრატეში ყველაზე მეტად მიყვარს, ყველაზე მეტად ვარესპექტებ, მგონია რომ ჩემპიონიც გახდება და საცხოვრებას გელაისთვის და ასე შემდეგ. და აი იანი კიდე შავკატთან რო იბრძოლა იანმა, აი მაგ ბრძოლის მერე უფრო ამაღლდა ჩემი რესპექტი რა იანის მიმართ და ძალიან ცუდია ჩემთვის მაგარი. აი ჩვენ ახო მე ბრძოლის ფულმი. იანკა ძალიან მაგარი არის. ჩემი აზრით შავკატთან ჯგუფში გავიაზრეთ ხალხმა რომ მარტო ჰაიპი არ არის იან მაჩადოგარი და ეს ნულიანი არ უქნია. ღირებული ნულიანი იყო რაც ქონდა. ეგ რა ბრძოლა, ეგ იყო რა მართლა სასწაული ბრძოლა იყო და ტოპი იყო რა. თან შავკატ რახმანოვს მაგ პერიოდშიც და ეხლაც ალბათ მოაზრებულია მომავალ ჩემპიონად ჩვეულებრივად. მაინც მიუხედავად იმისა, ეხა ბელალმა 5 რაუნდში როგორ გვანახა თავის თავი და ასე შემდეგ და ის რო საჩემპიონო მატერია ბელალ მუჰამედიც არის და ჩემპიონობა უპირატესობას აწევს დავრწმუნდით, მაგრამ შავკატ რახმანოვი არის. რავი, პროსპექტი აღარ ქვია. არა, პროსპექტი აღარ არის. აი როგორც ჩიმაევი არის, რეალური კონტენტი. ხო, როგორც ხამზატი არის, ო დიდი ხანია კონტენტერია და არის ღირსა. აი ნიუსიც არის და ხო, მაგიტო რაღაცნაირად. როგორც ხამზატი ეგრეა შავკატ რახმანოვი და შავკატ რახმანოვი იან მაჩადოგარის შუბი რო ჩაინიშნა, იან გარიმ თქვა რომ ის რო ესეთი მაგარი იყო იანი. ხო, მახსოვს. ვინჩა ბელალი შავკატთან ჩხუბს. მე შავკატი ჩაიხსნა და ესე. ნუ მოკლედ იან მაჩადოგარი იძახდა რომ ის რო ესეთი მაგარი არისო შავკატ რახმანოვი ოსხებს თუ აშინებს, მეო ანუ XIT და აღელვებაც არა რა. ანუ მუღამს მაძლევსო რა, რომ ვანახებო რომ მე უფრო მაგარი ვარ და ყველა რაღაცნაირად თან მაშინ ის პერიოდი იყო ცოლზე რო აგენწელებდნენ და ეგ პერიოდი იყო და იან მაჩადოგარი ყველას აბუჩატყავ და აგდებული, მაგრამ გავიდა და იქიდან გამოვიდა, რა 4ჯერ 5ჯერ მეტი პატივისცემა ქონდა დამსახურებული. მაურიანი წაგება ქონდა რა, თავის დროზე ლოპეს როგორიც ქონდა, თან რაღაცა ეგეთი იყო. ორჯერ რო შავკატ რახმანოვს დაიჭერ სტანი სამკუთხედ შეუკრა უკნიდან და რენეკე ჩოუქსე ეჩალიჩი 5 რაუნდიანი ბრძოლა იყო თან. ხო, 5-იანი იყო და ორჯერ თუ სამჯერ დაიჭირა მოკლედ იანმა და ერთ მომენტში საერთოდ შეკრული ქონდა მარყუჟი და ძალიან ცოტა დააკდა იანს რომ დაესაბმითებინა ეს უკვე კავკასიელების ამბავი არის რომ არ თაფა. არა, ჩემი აზრით, რავი, მართლა ძალიან მაგარი ბრძოლა არის. ჯერ მარტო იმიტომ რომ კალუს პრატეში მაინც ეხლა იწყებს აღმასვლას. აქედან იან მაჩადოგარი ხდება რომელიც ალბათ ნომრიანებში და ისეთ მებრძოლებში ვისაც შეიძლება პრატეში შეხვედრო და ჯერ ყველაზე უხერხულია. ხო, ანუ პრატეში მადლობელი რა, ანუ ისე ვიტყვი რა, ხო რა, მადლობელი უნდა იყოს რომ ის ბრძოლა აღარ არის და არის ეს ბრძოლა. ხო, მანდაც ანახეს პრატეშს რომ აი ვიცითო რა. ხო, ვიცითო შეგიძლია. მაგრამ აქ მეორე საკითხიც არის, როგორ წარიმართება უშუალოდ ბრძოლა. მე მგონია ჯანტელი კარლოს პრატეში 5 რა ყველაფერს იზამს იმისთვის რომ 5 რაუნდი არის ჩხუბოს. ხო, ეგ რა თქმა უნდა პრატეში გამოვა და პირველივე რაუნდიდანვე ეცდება რომ იპოვოს სახე და დააძინოს იანი და იანი დაძინებული არავის არ უნახავს. იანი დაფინიშებულიც არავის არ უნახავს. და აი ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა. შავკატ რახმანოვი იყო პირველი მარცხნივით ჩაუწერა და ისიც ძალიან ახლო და პრატეშს რაც შეეხება, პრატეშს აქვს აი ამ წონისთვის რა, ქვესაშუალო წონისთვის აქვს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დარტყმა გრძელი ხელებთან ერთად კი ბატონო. და როგორი ძლიერი დარტყმა იცი, ნილ მეგნის ჩხუბს უყურე გუშინ გიგას ჩხუბის მერე და იქ როგორ გათიშა რა ასხლეტით მოვარტყა, აი აქ რა. დაჟე მანდი ის იყო. და დაიძინა. ის ხო იყო მომენტები იყო ამოჭრილი, ტიკტოკზე შეხვდა რაღაცა, რომ დაფეიკებული არის. ხო. ყვედრია. დაფეიკებული არისო ისა, რა ქვია, ეგ გათიშვა მოკლედო რა, მეგნიმ გაყიდაო, მე საერთოდ ფულსაც წერნი რამდენი აიღო და რაღაცის აიდან იწვა. ყველაფერი იციანო. და მოკლედ რა პრატეშს აქვს რა სასწაული დარტყმა აქ მართლა და UFC-ში რაც მოვიდა, მე მგონი მაქსიმუმ აქ 2 რაუნდი ნაჩხუბ არის. მაქსიმუმ ეგეც. იმ ჩინელს ეჩხუბა, გაუთიშა, სხვა შორის გათიშული არ იყო არასდროს ის ჩინელი ზუსტად სახელი ჩო იყო მე მგონი. ჩოი? ხო, მე მგონი. და გათიშული არ იყო არასდროს
და ერთი რაუნდი მაგრად და მეორე რაუნდში გამოვიდა და ეღადავა და ბოლოს გადიშა. ხო, რას ფიქრობ? იანკარის ყველა მიცით რომ შავკანთან ჩხუბიც ვახსენეთ და ვთქვით რომ შეუულია საბმიშენები, ძალიან თან დიდი არის, ხო. დიდი არის. გვანახებ შინსილვასავით? აი მოვლოდნელ რაღაცას სილვაზე გახსოვს რომ ვიძახდით მაგარ ტესტს გაივლისო რა ერთ-ერთი არის პრატეშიც ახლა აი პრატეშისთვის ეს მებრძოლი არის იანი არის ტესტი მაგის ხო ესეც არ შეხვედრია არა გრეპლერს არ ესეთი გრეპლერს კი ესეთი კალიბრისაც არ შეხვედრია გამოცდილი რავი მოკლედ ძალიან მაგარი ბრძოლა მეგნი რა ახლა მეგნი არის გამოცდილი ისიც მაგრამ არ არის კალიბრი რა ხო ხდები ანუ მეგნი არის რომ აი უნომრო ადამიანი რო ხარ მაგალითად ადიხარ ზევით აი ერთ-ერთი არის რომ უნამროებში მეგნი შეგხვდეს ეგ თემა არის და პრატეში მოკლედ მაგარ ტესტს გაივლის მე მგონია რომ ფაითინგ ნერციდან ყველას აქვს გრეპლინგი პრატეშს არ უჩვენებია მაგრამ აი სილვაზე დაურწმუნდი ზაო რომ ეგენი პროსტა იმენა მაგ იმიჯს იქმნია რომ მარტო ტრაიქსეო ხო ანუ დაგეშილიო შინსილვა იყო დაგეშილი რომ ბრაიც მიჩენი დაესაბმიტებინა. აი მაგას ვია დაგეშილი რომ ყველგან საბმიშენს ეძებდა. თავიდან სანამ ნინზა ჩოუკს გაუკეთებდა, იქამდე ფეხზე ცადა რომ ეგრევე ნინზა ჩოუკზე ჩაება. ხო, მანამდე ერთხელ. ხო, ვიცი რომ მომენტზეც იძახი და მოკლედ პრატეშიც მგონია რომ არც პრატეში იქნება გამონაკლისი, ექნება მაგარი გრეპლინგი და არ ვიცი მე მგონია რომ თუ გადაწყვეტილებამდე მივა საქმე, გარი მოიგებს, იმიტომ რომ გამოცდილი მებრძოლი არის. და მოკლედ ეს ფუტფორკი გარისაც ძალიან მაგარი აქვს, ხელებიც მაგარი აქვს, კონტროლიც კარგი აქვს, მოკლედ 5 რაუნდში მგონია რომ 3 და 4 კოლობს რო ეწევა პრატეში 5 რაუნდი ეხა გარის გაუძლო ძალიან რთული არის. მაშინ შეიძლება გაგვაკვირვოს კიდევაც რას გაიგებ. ეხლა ნახე როგორი ამბავია. თუ ეწევა და სვამს. ხო. როგორი არის და არა, იქ ხო, ანუ ხო რა თქმა უნდა 5 რაუნდში მოუგებს რა იანკარი, მაგრამ რას ვფიქრობ, ვინ წამოიგებს ამ ბრძოლას? აი მე მაინც შენ პერსონალური ფანი მეუბნება რომ პრატეში მოიგებს რა. და პრატეშის მოგება მაგრად გამიხარდება, იმიტომ რომ მალე ნახავ ასპარეზს. ბელალი ვისეთკა კუთხეში, ვიღაც ესეთკა კუთხეში Fight Night-ი იყო და პრატეშმა გათიშა პირველივე რაუნდში და ბელალთან მივიდა და მოვდივარ შენთვისო, იმენა მოვდივარ შენთვისო და მალეავა რა ბელალამდე ძალიან მალეავა ჩემი აზრით მართლა fight ანუ main event-ი არის ამ ქარდის მაგრამ მგონია რომ მართლა ყველაზე 51-59-ზე ჩხუბია რა ხო აი ერთიც იქით ხო 50-50 ხო აი 50-ზე 50-50 მაგიტო არ ვიძახი რა რომ მეც რატომღაც პრატეშისკენ ვიხრები მაგრამ მართლა ძალიან ვარ ესპექტები იანკარის იმიტომ რომ გამოცვრა მაგრეგორის ირლანდიური დროშის ჭრილიდან და თავიდან მაგიტოც იყო ჰაიპი აწეული და ნუ მოკლედ რა მეც მგონია რომ პრატეში რატომღაც ეგრე მგონია რომ ისეთი დაგეშილები არიან ყველა ფაითინგერსიდან გრეპლინგითაც მგონია რომ გაგვაკვირვებს და მგონია რომ ამ ბრძოლას მოიგებს ვადამდელით მოიგებს ოღონდ თუ მე იცი რა მგონია საერთოდ მგონია რომ გრეპლინგი საერთოდ არ გვაჩვენებს პრატეში თუ გარი მცალით არ წე მე მგონია რომ takedown defense გვაჩვენებს არა ეხა თავისით წავა მეთქი გრეპლინგში მაგას არ ვიძახი ანუ ქვევითაც მგონია რომც ჩავიდეს ქვევით ეცდება რომ ადგეს ეგრე ფეხს საინტერესოა underdog-ი არის სხვა შორის პრატეში ხო underdog-ი არის პრატეში და ძალიან გვიყვარს ჩვენ underdog-ები პრატეშის ნაირი მითუმეტეს კანზას სიტის კარდი მე მგონი მიმოვიხილეთ თუ რამის დამატება არ გინდა გარი პრატეში მეტი არაფერი ისეთი ძალიან საინტერესო ბრძოლები არის სხვა შორის ბოლოსკენ რო main event-ში სხვა შორის ესე მიმოხილვით არ გვინდა ალბათ მიმოხილვა მაგრამ პრელიმებზეც რამდენიმე საინტერესო ჩხუბია და ნუ საბოლოო ჯამში fight night-ისთვის არ არის ცუდი კარდი რა გულში რომელიც ჩხუბიც გაქვს მითხარი არა ეგრე არ მინდა ხა გულში რომელიც ჩხუბიც გაკითხა და რაღაცები შორს წავალთ ძალიან და მინდა რა ცოტა ნიუსებს უფრო მეტად შევეხოთ იმიტომ რომ დაგვიკროვდა რა ბევრი რაღაცას არ გვისაუბრია გადავიდეთ ნიუსებზე და ერთ-ერთი ჩვენ ახლა დღეს ვწერთ სამშაბათს და დღეს ერთ-ერთი ცხელი არის აი ეს ჩიმაევი, ბოჰალია, მოკლედ ეს ხალხი რა მოგეთ ამ წონით კატეგორიაში დუპლესი რომელიც ჩაიხსნა ეს ჯერარ ჩანიშნულ ბრძოლას ჩაიხსნა მოკლედ უკვე გაკუში ვერ ვიჩხუბება და აი აქ დაიწყო მთავარი რა კაიო ბოჰალიო ადგა და შანსი დაინახა და
და პირდაპირ ჩიმაევი გამოიწვია რა. ჩიმაევმა სხვადასხვა სტორი დადო მერე, რომ ერთ-ერთ სპარინგზე გაგუდული ყავს კაიო და სამაგიბი, ანუ სამი მხრიდან მიდის ბიფი, მაგრამ როგორი რაღაცა არის. აი Y როგორც არის, ოღონდ ეს Y-ის ეს ზედანაწილები ბოჰალიო და დუპლესი და ქვევი ჩიმაევი რა, ორივე ამას უტევს. წარმოიდგინე, მაგ წონაში არის კიდევ იმავოვი. წონაში სხვადასხვა ჩიმაევის თავი კონკურენტი თუ შეგვიძლია ვთქვა, აი რომან დოლიძე. კი. რომან დოლიძე, კი ბატონო. აი რომან დოლიძე შეუძლია მაგალითად ჩიმაევმა თუ გასთორა კაიოს მოხჩობა, შეუძლია რომანმა ფეხის სამიშენ გაუსწოროს. ესო ვაფშე ვინ ყოფილა, ხო? საინტერესო ჩხუბი იქნება, ბოჰალიო ჩემი აზრით ჩანსი იპოვა და ჩაეჭიდება მაგ ჩანს ჩაიღაუჭება ბოლომდე რომ იქნებ გამოუვიდეს. ბრძოლის ჩატარების გარეშე კამრამდე მისვლა. ძალიან კაიოზე იძახ, ხო? ხო, რა თქმა უნდა. კაიოზე, ხო, კაიოს იდეაში ესე რომ შეხედო, მე მგონია რომ ერთი ბრძოლა მაინც სჭირდება იქამდე. ხო, ან მგონია რომ ეგრე მასტივად არ მიცემ. რა ხო ხდები ახლა? ჰაიპის თემას ვიძახი რა, ჰაიპიდან გამომდინარე, მე მგონია რომ კაიოს უფრო მიცემე ვიდრე იმავოს. სუპერსტარია ხო კაი. დაღესტნის მიცემას ჯობია, მე მგონი ბრაზილიელი მიცენა. აი ეგ ვარიანტი იქნება. თან ანუ ძირითადად ყველა სუპერსტარია, ხო? ვიზეც ყველა ეს 4 ვინც არის, კაიო არის, პრატეში არის, ჯან სილვა არის, რუფი არის. 4-ვე არის უკვე ტოპში არიან. ყველაზე დიდი სუპერსტარი იცი ვინ არის? ვინ? ვინ და ჯოროგანის პოდკასტში ის დააგროვა 2 დღეში. ერთ დღეში რომ უკვე ტოპშია. მან შენი ბელალ მუჰამედიც ჩახია. რა ყველას ხო, რა ძალიან დიდი სუპერსტარი ყოსილია, ილიას გარშემო ყველაფერი, ანუ ილიას გარშემო ტრია დალაპარაკი, კი ეგრეა რა, აღონ მართლა დავარწმუნდი რომ ეგრეა და 2 პოდკასტის ჩაწერა და ორივე პოდკასტში ისეთი რაღაცები ილაპარაკა და არა მარტო ილაპარაკა, მე Twitter-ზეც X-ზე ბოდიში გამოიშა. არის ერთ-ერთი ადამიანი, ვინც ჯოროგანი გააპიარა. კი, ოღონდ გამოვიდა მართლა. ანუ ყველაფერი დაგვანახეს ეს რომ ყველაზე მოთხოვნადი ტიპია ეხა ამ სფეროში ილია აშკარათან და ყველაზე საინტერესო. ამაზე სუპერსტარია, ვიცი მაგრამ. წიფდება მაინც რა, აი ეს მახაჩევი. იცი რა, მე მგონია რომ გადამწიფებულია უკვე გამბა. აი რომ ჩამოვარდება. ხო, აი უკვე იქ არის და მორჩა. ძალიან საინტერესო განვითარება გველის ჩემი აზრით აი ამ თვეში, აი მაისი რო დაიწყება, მაისში ძალიან ბევრი ნიუსი მოგება. აი განვითარება როდის იქნება რა? ბელალი რო იჭუბებს დელა მადალენასთან, აი მაგ ბრძოლაზე ძალიან ბევრი არის დამოკიდებული. თუ ბელალი მე მგონია რომ სასწაული არა, მაგრამ აი ძალიან არ მგონია მოკლედ რომ დელა მადალენა იყოს ბელალის მომგები. თუ რავი ბელათან არ მივიდნენ და აჰა შენც მო მილიონი და წააგე. მილიონი არა, შენ რა გინდაო, ვერ გავიგე. ამოვიდესო შენთან ვიჭყობა. მაგაცულში რა წააგეო რა, თუ არ უთხრეს რაღაცა. Stay humble. ხო, stay humble და წადიო რა საერთოდ და კარიერა თუ არ დაასრულებინეს, მოკლედ ჯეკ დელა მადალენა არ მგონია რომ მომგები იყოს ბელალისნაირი მებრძოლის. და თუ ბელალი დარჩა ჩემპიონად მაგ წონაში, მგონია რომ ისლამი და ილია გარდაუვალი იქნება. ხო, სხვა გზა აღარ იქ. ნუ მოკლედ მაისის პერიოდში უკვე ძალიან განვითარდება აი მოვლენები. ესე მგონია. ჯონსი ასპინალსაც ველოდებით, მე ძალიან ველოდები მაგ ბრძოლას. ფაქტი ერთია მაინც, რომ ყველაზე მოთხოვნადი ბრძოლა და ტიპი მახაჩევილია და ილია ჩემი აზრით უფრო პოპულარულია დღესდღეობით MMA სამყაროში ვიდრე ნებისმიერი სხვა რა. არ არსებობს ჯონ ჯონსიც არ არის დღეს ილიაზე უფრო მოსიარულე აურა არის და ყველა მაგას იძახის რომ აი მაკედონელი ვიდა. ხო, თან ანუ საუბარზეც რა ილია გულში ყავს იმენა ყველას და თან ჯოროგანის პოდკასტს რო უყურეთ მოკლედ და რაღაც ბოლომდე იქ აი აურაზე რა და წინა პოდკასტიც რო იყო ერთ-ერთ მოკლედ ერთ-ერთ გადაცემაში იყო იქ იძახის რომ უკითხაო რომელი საბმიშენი მოგწონსო და იმით დავასაბუთო და არსი იყოს რაც მინდა ის. მე მაინც ყველაზე მეტად აი როგორც მებრძოლის ევოლუცია რა რაც მომეწონა ილიასი ჩვენ ედიტორს თქო თუ შეძლებს და რაიმე პრობლემა არ იქნება ეს კადრი რო ჩაცვას ილია რო იძახის რომ ადრეო სანამ დავხვეწავდი ჩემ ტექნიკასო ძალიან მქონდაო და თუ მოვარტყამდიო თიშავდი. ხო. ეხლა რაც ტექნიკა დავხვეწეო თუ აღარ არსებობს წინადადებაში აუცილებლად მოვარტყავ. ხო, აი წარმოიდგინე. და if it connects. ხო, მე გადაწყობს რა. I always had that power. I remember myself without much technique, but I was connecting the punches and putting guys to sleep in the trainings.
And I wasn't that skillful guy. ძალიან Mickey Mouse-ად შეეხოთან და ესე კი, ანუ მოსიარული აურა არის. თავიდან მართლა მოსიარული აურა არის. რა ძალიან საინტერესო განვითარება იქნება, მაგრამ ბოშემია. ძალიან და მე დასასრულიც ვიცი მაგრამ პავლისგან. ბოლოს. ახეთ მეორე პოპულარული ქართველი წავს მერაბ დვალიშვილი, რომელსაც კონორ მაკგრეგორი. ხო, მერაბს არ ვიცი, ვისაუბრეთ რომ ჩაენიშნა უკვე ბრძოლა ამაზე. კი, ომალისთან რომ ჩაენიშნა მაგაზე ვისაუბრეთ. ხო, კონორ მაკგრეგორმა დაარესპექტა მერაბი. ძალიან კონორ, დიდი მადლობა რა. შენ ნამდვილი კაცი ხარ. მადლობა. ვიზოზე დაწერა ნეტა? ჩემი აზრით კონორთან არის ჩემი აზრით კონორთან ანუ აი რაღაც აი ამ ხელა არის დაჩენილი როგორც მებრძოლის რა აი ვანგოგი გახსოვს ერთი ტიპი იყო ესეთი ვინც ვანგოგი შეყვარებული იყო თავის საქმეზე და კონორისგან მგონია რომ რაღაცა არის დარჩენილი მაგ ვანგოგისნაირად შეყვარებულ თავის საქმეზე მაგრამ ისეთი ნაწილაკი არ არის, ისეთი სინათლე არ არის მან დრო დაბრუნდეს. არა, დაბრუნებაზე არ მაქვს ლაპარაკი, უბრალოდ ანუ არაადეკვატურია უკვე თვითონ ამ ტიპს ფულიც არ შემოაკლდება, ეხლა დარწმუნებული ვარ, დაბრუნდეს ფულის გამომაიც. მაგაზე არ ვიძახი დაბრუნებას და რაღაცას. მე გეუბნები უბრალოდ რომ აი ხო, ობიექტურად რო უყურებს რაღაცას და შეიძლება რომ დებილობა. აი შეფასება რო შეუძლია რომ ხო, მერაბზე რაც დაწერა თუნდაც რა. კი, გეთანხმები მაგაში და კონორი ძალიან სადგენი არის, მოკლედ რომ ესე არის მომენტ რა დავიხმაროთ. კი, რაღაცა ეს Hot News-ების ერთ ცალკე რუბრიკა ჩამოვაყალიბოთ. ხო, News-ების ბლოკი აუცილებლად. დონაციის ლინკი, ნახე ამ ხელა განათებები იმადეს თავად რა თქმა დონაცია. ჯერ არა ცოტა ხანში. არა, კონორისთვის დონაცია. დავეხმაროთ პატარა კონორს. დავეხმაროთ პატარა კონორს რომ აისრულოს ოცნებები. მოხდეს UFC-ში, გახდეს მოხდეს იახტაზე და ასე შემდეგ. იახტაზე. კონორ მაკგრეგორი და ტეო ერნანდესი ერთად იახტაზე. მოკლედ გავედით ბოლოში. კი. საინტერესო ქარტი გველის ჯობია ეხლა მორჩე თქვენი აზრით რა თქმა უნდა დაგვიწერეთ მეგობრებო რას ვფიქრობთ იმიტომ რომ რამდენიმე ისეთი რაღაცა თქვით რომ შეიძლება შეუძლებლად შეიძლება რომ დასაბუთებულად ვიღაცამ გითხრას რომ ეგრე არ არის რა და ეგ არის ყველა საინტერესო მოკლედ მეგობრებო დღეისათვის სულ ეს იყო მიმოვიხილეთ რაც შეგვეძლო მიმოგვეხილა ეს კადრი თავიდან ბოლომდე კადრი კი არა და კარტი თავიდან ბოლომდე ცოტა ამრიეს ხო რა თუ არაფერი არ გასათქმელი ჯობია რომ დავამთავროთ კი დავამშვიდობოთ და მოკლედ შევხვდებით მომდევნო შაბათს გამოხმაურება გამოწერა რავი ეს YouTube-ური რაღაცეები არ დაგავიწყეთ